ნიშნულოვანი ამ პერიოდში მეკითხები ხოლმე რომ აი დაოჯახება თუ შეიძლება. ანუ თქვენ თუ გინდათ რომ ფაქტობრივად ჯვარი დაიწეროთ კოსმიურად და კარმულად და ვეღარ განცალკევდეთ ერთმანეთისგან, კი ბატონო, ნებისმიერ შეყვარებულს ეგ უნდა პრინციპში ცუდი დრო არ ყოფილა. იქნებით ერთად, მაგრამ შეიძლება მე ინანოთ. ეს არის უბრალოდ რთული. აქ, იმიტომ რომ დაბნელებების დერეფანში რასაც ვაკეთებთ, მე შეიძლება ვინანოთ, იმიტომ რომ არ შეიცვლება, ანუ ფაქტობრივად კოსმიური ბეჭედი დაესმება ამ ყველა. ხო, მაგრამ დადებითი სინანული როგორ შეიძლება? თუ მაგალითად ცეკვა დამებედება, ამის სინანული ხო არ მექნება, იგივე ალბათ ვრისწერა არის, მაგრამ ამ შემთხვევაში დაოჯახებას გულისხმობ. ხო, შეიძლება რომ ნაჩქარები იყო, რომ ნაჩქარები იყო, კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს. ამიტომ უმჯობესია რომ სერიოზული გადაწყვეტილებები მაინც არ მიიღო. აი მაგალითად ოჯახი, რომელსაც წლებია ოჯახი, მაგრამ ჯვარი დაწერილი არ აქვს და დაიწერეს, მაშინ რა თქმა უნდა დაებედებათ ერთმანეთს. არიან დაწმუნებულები, რა თქმა უნდა, რომ ერთმანეთს ესე იგი ჩვენ არ მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილება. სწრაფი არა, ნაჩქარები ემოციებზე არ შეიძლება, იმიტომ რომ მე არ შეიცვლება ეს